გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამერიკელი მსახიობი რობერტ დე ნირო ნიუ-იორკში სუხიშვილების კონცერტს დაესწრო და კონცერტის შემდეგ კულისებში მისულა და დაძმა სუხიშვილებისთვის ხელიც ჩამოურთმევია. რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მსოფლიოს ცნობადი სახეები დადიან ქართველების კონცერტებზე, გამოფენებზე, სპექტაკლებზე და ასე შემდეგ. რობერტ დე ნირო თავის დროზე ჩემთვის ძალიან საინტერესო მსახიობი იყო. მისი ფილმები ნათლია 2, ერთხელ ამერიკაში, ირმებზე მონადირე ძალიან მიყვარდა და დღესაც სიამოვნებით ვუყურებ. ამას წინათ ირმებზე მონადირე კიდევ ერთხელ ვნახე და გამოგიტყდებით, რომ ბოლოში ცრემლიც წამსკდა, რაც ჩემთვის სრულიად არაა დამახასიათებელი. ასეთი რამ მგონი მხოლოდ ჯარისკაცის მამაზე მემართება ხოლმე. ხო, ეს უკვე ლირიკაა, მეგობრებო. რატომ დავიწყე დე ნიროზე ლაპარაკი? იმაზე, რომ გამიხარდა მეთქი დე ნირო რომ სუხიშვილების ბალეტს დაესწრო. ხო, დაესწრო და დაესწრო. და ამა ზოგიერთმა ჩვენმა გულანთებულმა ბრიყმა პოლიტიკური სარჩული გამოაბა. ვიღაცამ ისიც თქვა, რომ აი საბრალო სუხიშვილები საქართველოში მათ კონცერტების ჩატარების უფლებას არ აძლევენ და საზღვარგარეთ უხდებათ სიარული, რათა პურის ფული იშოვონ და სული როგორმე მოითქვანო. ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი, მაგრამ ტყუილი ხომ ამ ჩვენი გულანთებული ბრიყვების მოგონილია. როგორც თქვენ თვითონ ხედავთ, ჩვენს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ სპექტრზე ლაპარაკი დღითი დღე კარგავს აქტუალობას. კი, ისინი ისევ დაწანწალებენ რუსთაველზე, ითვლიან იქ გატარებულ დღეებს და მეტი საამაყო არაფერი დარჩენიათ საბრალოებს. მართლა საბრალონი არიან, რადგან როგორც კლასიკური წყალწაღებულები ნებისმიერ ხავს ეკიდებიან, მაგრამ სინამდვილეში, რასაც ისინი ეკიდებიან, ხავსი არ არის. და რაც თავარია, ამას უკვე მგონი ყველა მიხვდა. მაგრამ არა, თურმე პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში, ამას ვერ ხედავს. მას რამდენიმე მათგანი დაუბარებია და მკაცრად აუხსნია, რომ პროტესტმა ახალი მიმართულება უნდა მიიღოსო, ისე როგორც ირანშიო. და ეს ჩვენი ბრიყვები პეტერს ალბათ პირში უყურებდნენ და თავს უქნევდნენ. ეს ამბავი რომ გავიგე, ჯერ მეგონა რომ ავფეთქდებოდი სიბრაზისგან, როგორ ბედავს ეს ვიღაც ცივსისხლიანი, ცივსახიანი, ცივმზერიანი და ცივსათვალიანი აყლაყუდა გერმანელი აქ რაღაც ინსინუაციების მოწყობას და აჯანყებისკენ მოწოდებას მეთქი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, არავითარი ბრაზი არ მიგრძნია. გამეცინა. ამხელა გერმანიის ელჩი ხარ, ხვდები ვიღაც ნირწამხდარ, უსახო უნიათო ადამიანებს და მათზე დეპსონს, ანუ რამხელა შტერუკა უნდა იყო პაჟიზნი, რომ აზრზე ვერ მოდიოდე, თუ რა კატეგორიასთან გაქვს საქმე. დავიჭერო ამ შეხვედრას რამე სერიოზული წინაპირობა ჰქონდა, თუ უბრალოდ ცენტრიდან ფიშერმა დაშიფრული წერილი მიიღო, რომ საქართველოში უნდა მოამზადოს რევოლუციური სიტუაცია და ამანაც უპასუხა იავოლ. შეიძლება თვითონ უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ არაფერი გამოვა, მაგრამ ბრძანება და გერმანული პედანტურობის ამბავში შეასრულა. უпроსტად შეეცადა შეესრულებინა და მე ალბათ ცენტრში დეპეშა აფრინა, რომ დავალება შესრულებულია, შეხვედრა შედგა, ხალხი დატრენინგებულია და უახლოეს დღეებში დაიწყება ის, რაც ირანსაც არ დასიზმრებია. ამ ამბავზე ალბათ რაღაც თანხაც იქნებოდა გამოყოფილი. ბევრი არა, გერმანიას ახლა თვითონაც უჭირს. მაგრამ ნებისმიერი ფული მაინც ფულია. აი ასე დღეში ვართ, მეგობრებო. დღითი დღე უფრო და უფრო გამიჭირდება რაღაც გესლიანი ტექსტების მოფიქრება, რადგან იმდენად უინტერესო მოწინააღმდეგე გვყავს, რომ მათ დანახვაზე მხოლოდ მემთქნარება. მოდი ისევ დე ნიროს დაუბრუნდები. ადრე მეთქი დე ნირო ძალიან მომწონდა, მის მსახიობობას გულისხმობ, რასაკვირველია და არა პოლიტიკურ მისწრაფებებს. ხელოვანი ადამიანის პოლიტიკური მისწრაფება ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. თავარია თავისი საქმე აკეთოს კარგად და გინდ ტრამპი უყვარდეს, გინდ ანჟელა დევისი და გინდ მორის მუსტანგერი.
მაგრამ ერთი ფაქტი მისი უახლოესი ბიოგრაფიიდან არ შემიძლია არ გავიხსენო. ხომ იცით რომ ნიუ-იორკის მერად ამას წინათ აირჩიეს ვინმე ზოხრან მამდანი, აი სრული პოპულისტი, ჩვენი სააკაშვილივით. ის ნიუ-იორკელებს დაპირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო გადაადგილებას, ბინის არენდის ქირის გაყინვას, სკოლამდელ საყოველთაო უფასო განათლებას, მუნიციპალური სასურსათო მაღაზიების ქსელს და ასე შემდეგ. ანუ სრულიად სოციალისტურ ნარატივს და რობერტ დე ნირო მისი გულმხრუალი ამორჩეველი ყოფილა და ყველას მოუწოდებდა რომ ხმა მიეცით ზოხრან მამდანისო და დღეს კი რა ხდება დე ნიროებში? დღეს დე ნირო აცხადებს სხვა არჩევანი არ დარჩენია რომ დატოვოს ნიუ-იორკი, იმიტომ რომ მამდანი აპირებს თურმე დე ნიროს ქონების განახევრებას, ანუ წართმევას. მამდანი თვლის, რომ დე ნირო მდიდარი ადამიანია და მდიდრებმა უნდა გაყონ თავისი ქონება. რისთვის მომყევი ეს? რა ვიცი, აბა რისთვის? ისე სახალისოდ. დე ნიროს მამდანის დროზე თუ არ გაასწრო, ისე არ დაუდგეს საქმე, რომ სულშვილების ბალეტის მენეჯერად მოუწიოს მუშაობის დაწყება. და ასე თუ მოხდა, იმედია დაძმა სულშვილები მას უარს არ ეტყვიან. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.